საღამო მშვიდობისამ ჩეოსტარი 2011 რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში გახლავთ. მოგესალმებით ყველას, დღეს მე-7 ტურია პატივცემულო საზოგადოება და ძალიან მაგარი ტური გველოდება წინ. პირველად მსოფლიოს ისტორიაში, საქართველოში ჟურნალ Rolling Stone-ის ტოპ-10-ის ტურია დღეს. ყველა დროის საუკეთესო 10 სიმღერა გაჟღერდება დღეს ჩეოსტარის აი ამ არაჩვეულებრივ სცენაზე. და მინდა წარმოგიდგინოთ ჟიური, რომელიც აბსოლუტურად კმაყოფილია, ვთქვი, გადასარევ ხასიათზეა. სოფო ხალვაში ჩვენი მოკაშკაშე ვარსკვლავი. სოფო მიხარი ხარ. გიგი დედალამაზიშვილი. გიგი როგორ ხარ? კარგია რომ კარგად ხარ. სხვადასხვა ჟურნალ Rolling Stone-მა მოიწვია ძალიან ბევრი ნიკოები და იმათმა შეადგინეს ზუსტად აი ეს ტოპ-10. და დღეს ერთ-ერთი ბევრი ნიკოთაგანი ჩვენთან არის მუსიკის კრიტიკოსი ნიკო ნერგაძე. და პროდიუსერებმა სხვადასხვა მარინას დაავალეს იქაურმა პროდიუსერებმა შენ მანდაური პროდიუსერი ხარო და მიმიხედე ერთი მაგამბავსო მარინა ბერიძე. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი Facebook-ის გამარჯვებულები. ცირა და მისი მეგობრები, გამარჯობა ცირამ. მიხარია რომ აქტიურობდი ჯეოსელის გვერდზე და აი შენი მეგობრებიც მოიყვანეს. საინტერესო იყო კულისებში. გეგონა რომ ეგეთი ამბები ხდებოდა, ზედა ხორა რო ხდება და გიჟები რო არიან ოფიციალური ყველა თურმე და რო არ იცოდი. ესე იყო მართლა? ხო წესიერად იქცევიან, ხა? მე მინდა შენი სახელით ჩემოცირა, იაქტიურეთ თუ გინდათ რომ მოხვდეთ ცირას ადგილზე და შევხვიდეთ შიგნით, ეს არის განსაკუთრებული საჩუქარი ადამიანებისთვის შეიხედოთ რა ხდება კულისებში. რა დაწაბულობებია, რა ურთიერთობებია, თუ იაქტიურებ ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე, მოხვდებით ისევე როგორც ცირა და მისი მეგობრები არიან დღეს ჩვენთან. რაც თავარია, მინდა ადამიანებს, ვინც ეხლა ვერ ადევნებს თვალყურს რუსთავი ორის პირდაპირ ეთერს, ადევნებს პირდაპირ ეთერს, ოღონდ მხოლოდ თვალს აღარ, უკვე მარტო ყურს ადევნებს, ოღონდ ეს არის ჩვენი მედია პარტნიორის ფორტუნას მსმენელი. მოგესალმებით მსმენელებო. იმედი მაქვს, კარგად ვლაპარაკობ ხოლმე მეტყველად და გასაგებად ამბობ თუ რა ხდება ჩეოსტარში ხოლმე. რა თქმა უნდა აღნიშნო ის ამბავი რომ ამ ჰიტებს ჩვენ კონკურსანტებს რა თქმა უნდა დაეხმარებიან პროფესიონალი მუსიკოსები და ეს არის ჩვენი ბენდი უპირველეს ყოვლისა. რაღაცნაირი ბას-გიტარით, 7 სიმით, სიმების ხამი ესა. შაგოღელეყვა. ლევან აფშილავა, დასარტყამი ინსტრუმენტი. ზვიად ხინიკაშვილი, გიტარა. ამირან დიასამინძე, ელექტროპიანო და როიალთან ზვიად მოლქვაძე. მოგესალმები ზვიად. არ დაუკრა, აბა არ დაუკრა, მარტო ერთ ხელი დაუკარი და გამარჯობა. სანამ გადავინაცვლებდე ჩვენ ჯეოსტარელებთან, მე მაქვს 2 სიტყვა მოსასმენი თქვენთან ერთად და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაგველაპარაკოს მუსიკის კრიტიკოსი ნიკო ნერგაძე. ამ ტურთან დაკავშირებით რა თქმა უნდა. მე მინდა 2 სიტყვა მეთქვა თუ რა ტურია ეს არის ჟურნალ Rolling Stone-ის 10 ყველა დროის საუკეთესო სიმღერა 2004 წელს გააკეთეს ესია. ეს შენმა კოლეგებმა ხო ბევრმა მუსიკის ეს არის ასობით ადამიანის გამოკითხვის შედეგი, ძირითადად მუსიკოსების, პროდიუსერების და ასევე მუსიკის აღიარებული და ნაკლებად აღიარებული კრიტიკოსების. სულ 500 საუკეთესო სიმღერა სია, აქ არის აღებული ტოპ 10-ული და 2 სიტყვა მინდოდა მეთქვა რომ Rolling Stone არის აი ამ ზოგადად ამერიკული მუსიკის ალბათ წამყვანი პუბლიკაცია, ალბათ ყველაზე უფრო ავტორიტეტულია და ეს 10 საუკეთესო სიმღერა არის ამერიკელების შერჩეული და ეტყობა. ამ სიმღერების უმეტესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერა, როგორც იმის გარდა რომ კარგი სიმღერა ან ეპოქის სულისკვეთებას ასახავს კარგად ან შემდეგ მუსიკას გაუკვალა გზა. აი ეს ეპოქის სულისკვეთებას რაც ასახავს, ძირითადად ამერიკელების თვალთახედვიდან არის.
ამის თქმა მინდოდა. ანუ შენი თვალთახედვით არ არის? არა, კი, მაგრამ ამერიკელების სია, ევროპაში რო გაეკეთებინათ, ალბათ ტოპათეული სხვანაირი იქნებოდა. ხო, მეც ეჭვი მაქვს. ანუ ამ 500 სიმღერაში უმეტესობა იყო ინგლისურენოვანი. ერთი იყო მარტო ლაბამბა, თუ არ ვცდები, არა ინგლისურენოვანი. ალლა პუგაჩოვა ვერ მოხდა. ვერც გერმანელები? ვერც გერმანელი. მაგრამ ნუ არის მართლა ყველა სიმღერა არის არა უბრალოდ სიმღერა, არამედ ზე სიმღერა და ძალიან რთული სამღერი იქნება. ამაში ხო დავწმუნდებით. აი ნახოთ. თუმცა ვიცი რომ ჯონ ლენონის სიმღერაც გვაქვს. არა, ჯონ ლენონი, ბიტლზი, როლინგ სტოუნზი უცნობი სიმღერა არც ერთი არ არის აქედან. ანუ ევროპული მუსიკა ჟღერს დღეს ჩვენ სცენაზე. ხო, ლენონი და ბიტლზის სახით. როლინგ სტოუნზის. როლინგ სტოუნზის მართლა. ესენი ევროპელები და მსოფლიო მუსიკოსებია. დიახ, კი ბატონო, მსოფლიო მუსიკოსები. გაბატონო მარინა. მე რაღაცა ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს სიტყვა აქცია. რატო გადავირია ამ სიტყვაზე? აქციაა და ჩვენ გვაქვს ამ ბოლო დროს ამბიცია, რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი. დიახ. და ალბათ ეს დედასგებიცები თუ არ ვიყოთ. ალბათ ეს ტური ამას პასუხობს რაღაც გარკვეულ ნაწილად, იმიტომ რომ ძალიან ძნელია კონკურსანტებს მისცე აი ეს სიმღერები, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი. მაგრამ ჩვენი პრინციპია ის რომ შეეხონ აუცილებლად კარგ სიმღერას და იმღერონ, იმიტომ რომ მათ გზა თავისი შემოქმედების ჯეოსტარის მერე იწყება და აქედან გამომდინარე ყველა ჟანრში უნდა მოსინჯონ თავის-თავი. რა იცი რაში აღმოვაჩინოთ? იმათ ეგონოთ რომ ესე იყო და თურმე ესე ყოფილა. ძალიან საინტერესოა ვინ როგორ წარმოაჩენს ამა თუ იმ სიმღერას. 10 გვაქვს აღებული, მაგრამ კონკურსანტი 7 ყავს. მაგრამ ჩვენ ყავს ისეთი ჯეოსტარელები, რომლებიც გვერდში გვიდგანან და რომლებსაც ყველაფრის კეთება შეუძლიათ. აბა. თიკა მახალდიანი, ნინი ციკლაური, მირზა მოდებაძე, გიორგი ცხარიაშვილი, ზურა მოსიავა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შეავსებენ დღევანდელ საღამოს და მე მგონი ძალიან საინტერესო წარდგებიან. ისევე როგორც ჩვენი კონკურსანტები. დღეს მოვისმენთ 10 სიმღერას, აქედან 7 ჩვენი კონკურსანტები შეასრულებენ და მე ჩვენი ძველი ჯეოსტარელები დაგვეხმარებიან რომ პრინციპი რატო გვინდა რომ 10-დან პირველი ხე წავიდეთ. ეს 10 სიმღერა უნდა გვემღერა. რა ხდება ეხლა მე საზოგადოებას რომ ამცნობ ერთ ამბავს რომ ჩვენ დავიწყებთ ესეთი პრინციპით. აქცია თუ გვაქვს, ბოლომდე აქცია იყოს. ბოლომდე აქცია. მე 10 ადგილით დავიწყებთ და ავალთ პირველამდე. პირველი ადგილი დავამთავრებ. 10-9-8-7 ჩვენ არ გვეშლება ხო ესე ათლა. აქედან გამომდინარე ეხლა ლელასგან გავარკვევ, ჩვენ ესეთი მივესალმოთ ლელას და მე გავარკვიოთ ვინ დაიწყებს მე-10 ადგილი როლინგ სტოუნის. ლელა, საღამომშვიდობისა თუთა. როგორ ხარ? რა მშვიდიერი ხარ? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გიხდება ასეთ მას სხვათა შორის. მადლობა. როგორ ხარ? რა ვიცი ვარ, გადასარევად, როგორ მინდა გავიყო? შენთან ერთად მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. კარგი, მიესალმე. მოდი აბა ერთად მივესალმოთ მაშინ. საღამომშვიდობისა. როგორც თქვი, დღეს ჩვენი ჯეოსტარელებისთვის საპასუხისმგებლო დღეა. ისინი ვარსკვლავების მიერ შესრულებულ ჰიტებს წარმოგვიდგენენ, თუმცა მანამდე მინდა შეგახსენოთ აუცილებლად, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია TBC ბანკის Prime Card, რომელიც არაჩვეულებრივ საჩუქარს გვთავაზობს. 31 დეკემბრამდე გამოიყენეთ Prime Card. ჩართეთ გათამაშებაში და მიიღეთ შანსი მოიპოვოთ ორკაციანი საგზური მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობებზე. Prime Card-ის აქტიური მომხმარებელი შეიძლება გაემგზავროს ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, ვენეციის კარნავალზე, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ფორმულა 1-ზე და ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში. გამარჯვებული თავად ირჩევს თუ საცურს მათ გამგზავრება, 5 გამარჯვებული ძველით ახალ წელს პირდაპირ ეთერში გამოვლინდება. რა კარგია, რა ბედნიერებაა. ელა, რა მაინტერესებს ეხლა 7 არიან დარჩენილნი? აშკარად დაძაბულობა, ჩემი აზრით მღელვარება დიდი იქნება. შეიძლება ვითომ არ ეთყობათ, მაგრამ მე მაინც მინდა საზოგადოებას მოუწიო ამ 7-დან დღეს ერთიც დაგვტოვებს, კიდე დაგვტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ პრიზებს მიიღეს, ის გამოეთიშება კონკურს, ასე რომ ჩვენი აბონენტების ჩვენი ერთგული მაყურებლის იმედი გვაქვს, რომელიც თუ არ არის ჯეოსელის აბონენტი, უნდა გადმოპორტიდეს სასწრაფოდ, რომ დაურეკოს ან დაუმესჯოს თავის რჩეულს.
და იაქტიუროს. რა თქმა უნდა, თუ და როგორც ხედავ. პირველი, რომელიც მეათე ადგილს შეასრულებს. სანამ გეტყვი რომელი იქნება პირველი, აუცილებლად უნდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებიან ჩვენი ჯეოსტარელები. მართლა, ეს მელანჟის დამსახურება ხო არ არის შემთხვევით? და სილამაზის სალონების ქსელი მელანჟის დამსახურებაა, რომელმაც იზრუნდა მათ ვარცხნილობაზე. სხვათა შორის აქცია მელანჟში ატარძლებისთვის 28 ნოემბრამდე არის სრული მომსახურების პაკეტი. აუცილებლად უნდა მოიხმაროთ ეს პაკეტი და 20%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. რა კარგია, გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. სასწრაფოდ უნდა მელანჟში. ჩაცმულობაზე ზრუნავს მაღაზია კოტონი, დუტანახე რა არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. ყოჩახ ბენეტონი. ბენეტონსაც დიდი მადლობა. თუ და ახლა გეტყვი თუ ერთი წამი მოიცადე, მაშინ მეც უნდა ვთქვა რა. მე კიდე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დედლაპიდოს, ჩავაცვა და არაჩვეულებრივად გამოიყურებიან. მე მეცად გეტყვი, ძალიან მაგარი საათიც მაჩუქეს დღეს. მაჩვენე? აი. მაგარია. დიდი მადლობა ლაპიდოს. თუდა თიანეთის წარმომადგენელი ემზადება სცენაზე გამოსასვლელად. მეათე ადგილზე ყოფის სიმღერა შექმნა. აპლოდისმენტები თუ ხვდები რომ ძალიან უყვარს მაყურებელს ლევანი და ეს სიყვარული აუცილებლად უნდა გამოვლინდეს SMS-ებში და ზარებში. 30:09 ლევანი წინა კონცერტზე აუთსაიდერებთან შორის იდგა პირველად, ეს არ უნდა განმეორდეს და დაურეკო და დაუმესჯეთ მას 30:09-ზე. რეი ჩარლზის სიმღერას შეასრულებს What I Say, რომელმაც ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მე-10 ადგილი დაიკავა. მე წარმატებებს გისურვებ ლევან. წავიდა ვიდეო. ჩემთვის რეი ჩარლზი არის განსაკუთრებულად საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი. მისი სიმღერების ხასიათი ალბათ ჩემთან ახლოს არის და მე უფრო კომფორტულად ვგრძნობ მის სიმღერებში თავს. ხალხი აითვისებს მარტივად ძალიან და მედია დარბაზი ამყვება. აბა თუ აყვება დარბაზი, წესით ყველა ვიცით ის სიმღერები დღეს რაც გაჟღერდება, ყველა მეცით ეს სიმღერები და რეი ჩარლზის სიმღერა ტეოპათეულის მე-10 ადგილზე მყოფი სიმღერა, რომელსაც ლევან კბილაშვილი შეასრულებს ჯეოსტარელებთან ერთად. გიორგი ცხარიაშვილი, თიკა მახალდიანი და ნინი ციკლაური შევხვდეთ. წავიდა. Don't treat me wrong. I'm in love with Danny all night long. Right now, baby. Hey, hey, oh, baby.
30-09 ლევან კვილაშვილი დაურეკეთან დაუმესიჯეთ ეს იყო ტოპათეულის მე-10 ადგილზე მყოფი რეი ჩარლზის სიმღერა. ეხლა შეგვაფასონ გოგოებმა. მარინა, დაიწყე. ლევან რო გამოჩდი საერთოდ შაშანლიდან დაწყებული ჯერ მეგონა რომ ქართული რომანსის იქით ეს ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს აბა მეგონა რომ ჩარჩათქო წელს ესე იგი ბევრად უფრო უკეთეს და ვთქვი რომ აი უშიკამ რო აიყვანოს ლაშარში ვიქნები ძალიან ბედნიერი გამოსდის კარგად მე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ შენ ბევრი რამე გამოგდის და ბევრი რამე ისწავლე მით უმეტეს წელს ის რომ დღეს შენ რომელიც ასე ძნელად მღერი ინგლისურ ენაზე ესე გიჭირს პრინციპში და ეს არ არის ის თემა რომელიც წამოსაწევი არაფერი აუცილებელი არ არის იმაში რომ შენ გაგიჟდე და მაინდა-მაინც რეი ჩარლზი იმღერო არც არის საჭირო მაგრამ ძალიან ბევრი ისწავლე და ძალიან გაზრდილი ხარ. ამიტომ ძალიან მინდა რომ ძალიან დიდხანს იყო ჩვენთან ერთად და ყოჩახ. გაზრდილი ხარ აშკარად, აი? ამ სიმაღლე ხარ უკვე. სოფიო, გისმენთ გეთაყვა. მე ძალიან მომეწონა, რა თქმა უნდა. ვანდერის ტურის შემდეგ ინგლისური სიმღერა მეორეჯერ იმღერა ლევანმა და ბევრად უკეთესი იყო. საკაიფო იყო რა. იმ ინგლისური შემდეგ დღევანდელი ტური ლევან და ძალიან კარგი ბიჭი ხარ, იმიტომ რომ თითოეულ გერას, თითოეულ ნოტს ძალიან კარგად გრძნობდა, ყოველთვის გულთან მიგაგდა, ისე ატარებდა მოგაგუჩნობიარე ბიჭია ეს. დიდი მადლობა. 30-09 ლევან კვილაშვილი. მე გადავინაცვლებ ახლა TBC ოთახისაკენ. TBC ბანკი წერია აი აქ. სად არის ლელა? აქა ყოფილა. ლელა, არაჩვეულებრივი ტური გვაქვს სანუსი ამოვნე ლევანის სიმღერით დარწმუნებული ვარ რომ წინ ძალიან ბევრი სამინუ გეჩქარება გაჩერდი ისმენ მაცალე გეუბნები ლექს გიძღვნით ყველანი აბა ამყევით ლელა საქართველა აბა ამყევით დიდი მადლობა აი ხედა გეტრფით ყველა როგორი იყო ესა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გენერალური სპონსორია პრიმე კარდე არა სხვა რამეს ამბობ რა თქმა უნდა ჩვენი გენერალური სპონსორია TBC ბანკის Prime Card მაგრამ ეხლა მინდოდა მეთქვა რომ Facebook-ზე უნდა იაქტიუროთ შეხვდეთ Facebook-ზე ხო აი ჩვენები აქტიურობენ არა ცინა TBC ბანკის და ჯოსტარის ერთობლივ გვერდზე და ხმამისცეთ თქვენ რჩეულს რადგან TBC ბანკი გრანდიოზულ პრიზს პირდება გამარჯვებულს. გამარჯვებული ნებისმიერი შეიძლება გახდეს მიუხედავად იმისა, დარჩება თუ დატოვებს პროექტს. თუმცა ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, საბოლოო შედეგი იმაზე დამოკიდებული, ვინ უფრო ხშირად გახდება კვირის ლიდერი. კვირის ლიდერი ყველაზე ხშირად იყო ნიკო ბერიძე, სწორედ მისი გულშემატკივრები აქტიურობდნენ და სწორედ ის გამოვა ახლა სცენაზე. შეასრულებს ნირვანას სიმღერას. Smells like Teen Spirits. წარმატებებს უსურვებს 3:07 როგორც თუ დაიტყოდა. ამ ტურში ვასრულებ ლეგენდარული ჯგუფის ნირვანას სიმღერას Smells like Teen Spirit. ასევე ლეგენდარული სიმღერაა. როკის მოსმენა დავიწყე ამ სიმღერით და რაღაცნაირად სიმბოლურია რომ დაწყებად ნირვანას სიმღერის შესრულება. გიორგი ხვალიაშვილი ჩვენთან ერთად არის და სურა მოსიავა შემოგვიერთდა. მივესალმოთ. აბა. მოგრე დაჩიტეს. ეს არის მის? ეს ის მის? რა კარგია. ესე იგი, ნიკო წარმოგვიდგენთ არაჩვეულებრივ სიმღერას ახალგაზრდობას გაგიხარდებათ ვიცი? ნირვანა! ზურა მოსიავაც აქ არის და გიო ცხარიაშვილიც.
3:07. Load up on girls, bring your friends, it's fun to lose and to pretend she's overboard. Sell the shirt, I know a dirty word. Hello, 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 hello. When the lights out, it's dangerous. Here we are now, entertainers. I feel stupid and contagious. Here we are now, entertainers. I'm a ladder, I'm a mino, I'm a mosquito, my libido. Yeah. Hey. Hey. I'm worse than what I do best, and for this gift I feel blessed. A little band has always been and always will until the end. Hello, 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 მე ამ კაცის ფანი ვარ. როა დაურეკოთ და არ დაუმესიჯოთ. ნირვანა თუ იცით, ყოველ შემთხვევაში კარგია. საქართველო იცნობს ნირვანას? არ იცნობს, ესე იგი მე როგორც მივხვდი. 20-მა კაცმა აწია ხელი. არა უშავს, ნიკო, მიდი. კარგები ვილაპარაკოთ, ვიცი რომ კარგს ვიტყვი ხა. არა, კარგსაც ვიტყვი და პრინციპში უკეთესად ვიტყვი, რომ დარბაზმა ძალიან ისე იმოქმედა. პირველი შესრულება იყო ნიკოსი, რომელიც აი ძალიან არ მომეწონა მაინც, რომ ნიკო ყოველთვის კარგია, მაგრამ მე მგონია რომ უბრალოდ არის რაღაცები, რაც ადამიანს ან აქვს ან არა აქვს. ეს სიმღერა შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ არის რაღაცა პანკური სულისკვეთება, ცოტა ოროსნული, უფრო ვიდრე ნიკოს აქვს, რაც ჭირდება ამას, რაც ძალიან ხუთოსანია, ხო? ხო, ძალიან ხუთოსანია. აი, სოფოსი არ იყოს, ყველა ბგერას, ეხა 1000-ობაა, ხო იცია საქართველოში? არა, ნუ, მაინც ძალიან კაი იყო, მაგრამ აი ერთადერთი იყო, რომელსაც აი ცოტა სხვა პანკური ის აქვს, რა სულისკვეთება ამ სიმღერას, რაც ან დაყვება, ან არ დაყვება. იცი რა, შემოვიხედი ეხა და გეტყოდი და თავის ხავდი თავზე რამეს ლუც მაგალითად. და მაგრამ თუ და რას გულისხმობ, ფიცი აი კიდე ხო სოფოსნიას გავიმეორებ, რომ ყველა ნოტას და ბგერას რო სათუთად ეკიდები და ხანდახან აი ეს სიმღერა არის, რომ დაიკიდებ ფეხზე ამ სათუთად სიმღერას და რაც კარგი ხარ ნიკო, აბანა. ძალიან დიდი ბოდიში ნიკოსთან, მაგრამ მე მგონი მთელ სოფლიოში ფხიზელ მდგომარეობაში ნირვანა არავის არ უმღერია. ის კი არა, სულში გაქვს თუ არა გაქვს.
ჩვენ იმიტომ ავართ ქართველები, მაგრები, მე მგონი, რომ აბსოლუტურად ჯამრთელი ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში ბენდი და დაწყებული ნიკოთი დამთავრებული ნირვანა ვიმღერეთ. მე მგონი დამეთანხმებით. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და არ დაგავიწყდეთ, რომ თანაც იდეა ასეთია, რომ ნიკო კოტეა და ერთხელ გიხილეს ისე მღერის და თქვენ თუ მეტყვით, რომ სოფლიოში არსებობს მომღერალი, რომელიც ერთ დღეს ვიქტორ დოლიძეს იმღერებს და მეორე დღეს ნირვანას, ეგეთი არ არსებობს ისტორიაში. არის, არსებობს, ეს არის ნიკო. 30.07 როგორ არ არსებობს? არსებობს, ეს არის ეს კაცი. წადი ნიკო. ესე იგი რა. წესით თუ ესე იგი მარინა ფერიძის კომენტარმა გასჭრა და თქვენ ალბათ დაფიქრდით იმაზე, როგორ შეიძლება იმღერო ერთხელ გიხილე და ეს იმღერო. გაიგე? მაშინ ეს ადამიანი არ უნდა გახდეს არქიმედეს გლობალ ჯორჯიას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მფლობელი. არც ის ნოლ რისკ აიპოდი ჭირდება, რომელიც არის ძალიან მაგარი აიპოდი. სხვათა შორის საინფორმაციო ცენტრი ნოლ რისკგან დაწესებული ძალიან მაგარი თასკინიანი აიპოდი და არც ჭირდება მობიფეის უკვე 800 ლარი. რაღაცა და რაღაცა დაგიმალოთ. კი ბატონო, მე ვარ მომხრე, რომ მან მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ აჭარელია, მაინც ბინა ბათუმის ბულვარში და ტიტული 2011 ჯეოსტარი. რა ვქნა, ორბი ჯგუფი დააწესა ეგრე და მიიღოს რა უჭირს ეხლა, ყველაფერს ღერის კაცი და. ნუ ეს ეგრე სარეკლამო ვარიაცია ეგეთი შემოგთავაზეთ და თუ ძალიან გაინტერესებთ როგორია რეკლამა საერთოდ. შევიდეთ გაჩვენოთ რეკლამა რუსთავი 2-ზე. აი მე აქ საღი მილო არაფერი არ მithქვამსო ნათქვამია და მინდა შეგახსენოთ რომ ეთერსია ჯეოსტარი 2011 მნიშვნელოვანი ტურია დღეს ჟურნალ როლინგ სტოუნის ტოპ-10-ის ტური გვაქვს ყველა დროის საუკეთესოთა შორის საუკეთესო 10 გაიჟღერებს პირველად საქართველოს ისტორიაში აი ამ სცენაზე ორი მოვისმინეთ მე-10 და მე-9 ადგილები. ხოლო სანამ მერვე ადგილს შემოგთავაზებდეთ, რვიანზე გამახსენდა და განახლებული საინფორმაციო ცენტრი 08 ინტერნეტზე სწრაფად რომ გემსახურება და ყველა კითხვაზე პასუხს რომ გაძლევთ ერთი და იგივე ნომერი 08 ჯეოსტარელებზე სხვათა შორის ნებისმიერ ინფორმაციას გაწვდით. ნუ რა თქმა უნდა, პიკანტურ ინფორმაციებს არ მოგაწვდით, მაგრამ სხვა დანარჩენს კი ბატონო. რაც შეეხება 08-ს, მან გადაწყვიტა რომ ეყოლება თავისი რჩეული და ამ რჩეულს ფინალში დაასახელებს და მას დააჯილდოვებს iPhone-ით. აპლოდისმენტები სად არის? ლელასთან 5 ჯეოსტარელია და გადავდივარ. დუტა, რჩევა მინდა მოგცეთ. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ 31 დეკემბრამდე პრაიმ კარდი, რადგან შენი რჩევები მაკლია ეხლა ლელა მე. ეს რჩევა გაკლია დუტა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი საჩუქარი აქვს TBC ბანკს. არ გინდა წახვიდე, მე მგონი შენ პარიზში გინდა. კი, შეგიძლია თან ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზეც მოხდა, როტერდამის ჯაზ ფესტივალზე, ვენეციის კარნავალზეც და ფორმულა 1-ზეც. და კიდე პარიზში? ჯორჯ მაიკლის კონცერტზე პარიზში. დუტა, შემდეგი კონკურსანტი, რომელიც ახლა ეს შეიძლება. მე მინდა ძალიან ჯორჯ მაიკლის კონცერტზე მოხვედრა. მეც მინდა ძალიან დუტა. ეხლა წავიდე. ანდრია გვერესიანი ემზადება სცენაზე გამოსაცვლელად დუტა. ეს იმღერა ვერ მოხდა ხო ათეულში? ვერა და გაინტერესებს რა მოხდა? აბა რა მოხდა? ბიტლსის Hey Jude, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერა.
30-11 ეს ანდრიას ნომერია დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. ვიდეო ვასრულებ ბითლზების სიმღერას და ამით ბევრი რამეა ნათქვამი, იმიტომ რომ ბითლზები ჩემთვის პირადად გენიოსები იყვნენ და არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის. რაც შეეხება თვითონ სიმღერას Hey Jude, არის ძალიან გამოხნევებელი სიმღერა, ვამხნევებ ჯუდს და ასევე ჩემ თავსაც. გავამხნევოთ ანდრია ჩემს ტარელები ჩვენთან არიან შემოგვიერთთ და მირზა მოდებაძე ცხვარო მახალდიკა ნინი წიგლაური და მირზინია მეც აქ ვიქნები რა არ შემიძლია ბიტლს როცა გელიან და ასრულებენ არ შემიძლია რომ ვერ გავალ კულისაში რა ვქნა აი აქ მინდა მონიტორებიდან გისმინა მიდი წავიდა მიდი წავიდა Hey Jude, don't make it bad. Take a sad song and make it better. Remember to let her into your heart. Then you can start to make it better. Don't be afraid. You were meant to go out and get her. The minute you let her onto your skin, then you begin to make it better. And anytime you feel the pain, ის ვის ჩემი ხმა? 1-2 ჰა როგორი იყო? კიდე ერთხელ? აბა მოდი ვიმღეროთ მაშინ
Hey Jude. აბა ავყევით. კარგები ხართ, შეგძლებიათ. 30-11 თქვენ და ანდრია. ნიკო, შენგან დავიწყოთ, გინდა? კარგი, სოფოსგან დავიწყოთ, მიკროფონი ახლოს აქვს. ანდრია, იმას გეტყოდი, რომ რა თქმა უნდა, წინა ტურებთან შედარებით გაზრდილი ხარ და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ძალიან კარგი სიმღერაა, რაც დარბაზეც აისახა. მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაც ემოციურად სწორად ვერ ანაწილებ ხოლმე სიმღერას, იმიტომ რომ კარგად დაიწყე, შემდეგ წავიდა ეს სიმღერა ქვემოთ. შემდეგ უკვე სადღაც უკვე კულმინაციის ნოტები სადაც არის, უცებ ვარდები ხოლმე მივარდები იმ ბგერას, სადღაც ანუ ცოტა უნდა მიუახლოვდე იმას და ისე აიღო ის ბგერები. შენ კიდე პირდაპირ ეგრევე იღებ, არ შეიძლება ეს, ხო? ემოციურად სწორად გადაანაწილე ხოლმე. უბრალოდ ამჩევას მოგწევს. ნიკო, დალიე და ისე გითხარი, არ არის პრობლემა. არ მინდა რა, მე დავლებო. მე ძალიან მომეწონა. მე მგონია რომ ნიკო, კარგი ხარ. აბა რა? ანდრიამ დაიწყო სუსტად, ესე ადამიანს აუთსაიდერობა მოხდენოდეს არ მინახავს, იმიტომ რომ თავიდან იყო ანდრია ჩვეულებრივი. მე მგონია რომ ეხლა უკვე გაიხსნა უფრო და ჩაასცენაზე და სოფოს კი არ ვეკამათები მაგალითად. სოფოს კი არ ვეკამათები მეთქი, რასაც ამბობ ალბათ მესმის რატომაც ამბობ, მაგრამ ჩემთან ემოციურად ბოლომდე მოიტანა სიმღერა, ვიგზენი თავიდან ბოლომდე და ვისი ამოვნე და მეტი რა. დარბაზმა იქცო! მადლობთ, 30-11 წადი აქედან, წადი, სანამ კარგ ნოტაზე ვართ. თავარია დარბაზის ხარდაჭერა უნდა აისახოს SMS-ებში, ხო იცით ეგ ამბავი? ეხლა ლელასგან გავარკვევ, თუ რომელი იყო მე-7 ადგილზე საუკეთესო ათეულიდან და ვისი სიმღერა იყო მე-7 ადგილზე და ვინ შეასრულებს ამ სიმღერას? ლელა მე-7 ადგილზე ჩაკ ბერის სიმღერა იყო Johnny Be Good და ამას მარიტა როხვაძე შეასრულა 30:05. მარიტას ერთი სტული აქვს, როდის გამოვა სცენაზე, როგორც გვირდება, ცეცხლი უნდა დაგვინთოს, წარმატებებს გისურვებ მარიტა. მოდი მარიტა, ვიდეო! ვასრულებ ჩაკ ბერის სიმღერას. ძალიან გახარებული თვითონ სიმღერას ისეთი მაგარია, თან ჩაკ ბერი არის როკ-ენ-როლის მამა. არანორმალურად გიჟია. და სიმღერა მაქვს ისეთი, ალბათ ამოვხტები ყველაფრიდან. არ მინდა ხელი შემიშალოს, არც ჩაცმულობამ, არც თმამ. უნდა გავგიშდე. ოღონდ მართლა უნდა გავგიშდე სცენაზე. შეიძლება ტანსაცმელი და ვარცხნილობა ხო არ გიშლის ხელს. აბა ამოვხტები? კარგი, თუ რამეა დაგიჭერ. თუ ძალიან მოგიწია ახტომა. 30:05. ჩაკ ბერი. Johnny Be Good. He never ever let us on the right to it. That's a great guitar.
30:05. იცით ეს სიმღერა? რაღაცა კარგად გამოვდის მე მგონი, ხო არ გავიმეოროთ ესეც? წავიდა? ბედი. Go, Johnny, go, go, yeah! Go, Johnny, go, go! Go, Johnny, go, go! Go, Johnny, go, yeah! Johnny, we go, yeah, 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 yeah! Come on, everybody, yeah! Put your hands! Yeah, yeah, yeah! Johnny, we go, yeah, yeah, yeah! კარგი იყო, მადლობა დიდი ბენს. მარიტა 30:05 იქვე 5. მაგათ გიგი იქნება რამე გითხრა დღეს, ჰა? გადმოგიგორებთ მაგ მიკროფონს. მარიტა, შენ ხარ არ ვიცი. ყველაზე ნიჭიერი ხარ მე მგონი, იმიტომ რომ ასე ადამიანი მღეროდეს სხვადასხვა ჟანრს, ესე გრძნობდეს, იყოს ერთდროულად ნაზი, იყოს ელეგანტური, იყოს გიჟი, იყოს არ ვიცი, კლასიკური თუ ქალაქური თუ ხალხური, არ ვიცი, ყველა ჟანრს ირგებ საოცრად და დღეს იყავი განსაკუთრებით კარგი და მინდა რომ აი ესე გჟეროდეს შენი თავის, მარიტა. და მინდა რომ ჩემ აზრს ვიტყვი რომ ეს ყველაფერი აისახოს SMS-ებში აუცილებლად. და ყველა მივიღოთ მონაწილეობა და ხალხს მოუწოდებ. აბა, გავამხნევთ! აი ესე, ძალიან დიდი მადლობა. სოფო თქვი, ორიოდე სიტყვა შენს. მე ასე მგონია რომ მარიტა ყოველთვის სცენაზე იდგა და ვერ დავიჯერებ ერაზრს რომ პირველად დადგა ჯეოსტარზე სცენაზე და მე ყოველთვის ველოდები მარიტას გამოსვლას ჯეოსტარის სცენაზე და ძალიან მომწონს არაჩვეულებრივი ნამღერია და ძალიან კარგი გოგო ხარ შენ სცენისთვის ხარ დაბადებული აბა ნიკოლას გითხრას რამე მარინა შენ ბოლოში მე არაფერი არ მაქვს სათქმელი იმიტომ რომ კარგი სიტყვები მე მგონი ამოიწურა სულ მხოლოდ ზეაღმატებული კარგის თქმა მინდა ახლა კარგი არ გინდა გასაგებია ეგა ანუ კარგი იყო თქო მაგის თქმა ხო ვიგულისხმეთ ეგ მივხვდით მარინა და მე მაინც ვიტყვი რომ ჩვენ ნამდვილად სოფლიოს ნაწილი ვართ და რას აკეთებს ჯეოსტარი ჯეოსტარი აკეთებს იმას რომ ეს გოგო არასოდეს არ იდგა სცენაზე და დღეს ის იყო სრულიად ჭკუიდან გადასაყენებელი და არაჩვეულებრივი ამ სიტყვას არ ხმარობ და პირველ რიგში ისევ და ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დუტა SMS და მოუხობ იმერეც კი არა ყველას ყოჩახ მარიტა 30:05 მარიტა 4 ჰიტი მოვისმინეთ ჯერჯერობით მაგრად მივდივართ არა მე-6 ადგილზე რა სიმღერა გავიდა ვის აინტერესებს ხელი აწიოს 1 2 3 4 5 მე-6 მე მასწავლე ხა არაფერ გიგი არა უშავს ტიხარი ვნახოთ აბა ვიდეო Beach Boys is good vibration. აუ რა თქვი. კვარტეტის სცენაზე ჯეოსტარელები გიო, თიკა, მირზა და ნინი. ჩვენ თქვით ხო აღნიშნეთ დასაწყისში რომ 7 კონკურსანტი ყავს, მაგრამ 3 სიმღერას ჩვენი ძველი ჯეოსტარელები შეგვესრულებენ, რომ გავიგოთ მე-7 ადგილზე რა სიმღერა იყო. მე-6-ზე Beach Boys good vibration წავიდა. Sunlight plays upon her hair. I hear the sound of gentle words. Oh, the one who leaves her perfect.
picking up vibration. She's giving me sensation. I'm picking up vibration. She's giving me sensation. I'm picking up vibration. She's giving me sensation. I'm picking up vibration. She's giving me sensation. Close my eyes. She's somehow close she died. Softly smile, I know she must be kind. When I'm looking in her eyes, she goes with me to a lost world. I'm picking up vibration. She's giving me sensation. 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 Say it. Vibrations good. Whoa, whoa, good, good, good. Say it. Vibrations good, good. Whoa, good, good. Vibrations good, good. Yeah, good, good. Vibrations good, good. Yeah, good, good. Vibrations good. Say, mama. Vibrations good. Yeah. I'm picking up vibrations. I'm picking up vibration. She's giving me sensation. I'm picking up vibration. She's giving me sensation. I'm picking up. Bravo! დიდი მადლობა ჯეოსტარს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. დიდი მადლობა, ცხარო. დიდი მადლობა. მახალდიკ, ნინი, მირზინიო. 7 ჯეოსტარელი ერის თქვენს განაჩენს პატივცემულო საზოგადოებამ. ასე რომ უნდა იაქტიუროთ და საზღვარგარეთში მაყურებელს ვეუბნები. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხმები მოგვაწოდოთ, აი ახლა განახებთ ტაბლოს. იცით რომ 8 ქვეყნიდან შეგიძლიათ რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაერთოთ ჩვენს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტში. ეს ჯეოსტარი 2011 გახლავთ საუკეთესო ტურით Rolling Stones-ის ტოპ-10 და ვინ იქნება მეხუთე ადგილზე, ამას გადავწყვეტ ცოტა ხანში. ეხლა ლაბიდუსის დროით რეკლამის დროა. მადლობთ. ჯეოსტარი კლავ ეთერშია, პატივცემულო საზოგადოებამ. ჯეოსტარი 2011 მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი რუსთავიორზე, ჯეოსელისა და რუსთავიორის ერთობლივი პროექტი, რომელიც ესე იგი მსოფლიო მნიშვნელობისა გახდა. რატომ? იმიტომ რომ 8 ქვეყანა არის ჩართული აქტიურად SMS-ებში, ასევე გვიყურებს თქვენი სამყარო და რაც თავარია მსოფლიო მნიშვნელობის ტური გვაქვს. დღეს შესანიშნავი ტური, შესანიშნავი 10 სიმღერა, რომელიც Rolling Stone-მა გამოამჟღავნა და მისმა კრიტიკოსებმა და შესანიშნავი 7-ეული წარდგება დღეს თქვენს წინაშე. 5 სიმღერა უკვე მოვისმინეთ. ძალიან საინტერესო სიმღერები იყო, ძალიან საინტერესო შემსრულებლები ყავდნენ და ვინ არის მეხუთე პოზიციაზე? ვისი სიმღერა იყო Rolling Stone-ის გამოკითხვის შედეგად? ნახოთ ტიხარი. არეტა ფრანკლინის Respect, სწორედ თქვი?
კარგად თქვი? ნუ არ ვიცი, რა პრონს ისეთ რა. There are story-ა. ჩვენ მოვისმენთ duets. Duets კი წარმოგვიდგენენ ჯეოსტარელები, ჩემი ოგრები. თიკა მახალდიანი და ნინი ციკლაური. რა თქმა უნდა ბენდთან ერთად. გოგონებო გთხოვთ. რამდენი ხანია ესე არ გამომიცხადები ხართ აქ გამოსასვლელად? ხო, ანუ ყველაფერი წინ გვაქვს. მზად ვართ? ვთხოვო ბენდს რომ დავიწყოთ. დავთვალოთ ხალხო. აბა შენ რო იცი ხოლმე, მე რომ მიყვარს ისე. ძალიან მაგრები იყავით. ეჭვი არ მეპარებოდა. თიკა მახალდიანი ნინი ციკლაური. დიდი მადლობა. აქვე შემიძლია რომ განახოთ ტიხარი, ვინ აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე ჟურნალ Rolling Stone-ის Top 10-ში. ნახოთ. What's going on? კარგად თქვი ესეც? არა უშავს წავა? ისევ დუეტს მოვისმენთ, ეხლა დუეტი წარდგება თქვენს წინაშე. და რა მინდოდა მეთქვა? აქ აუცილებელია უშუალობა, როდესაც ესე აცხადებ ხომ? თქვენს წინაშე წარდგებიან ისევ კლაუ ჯეოსტარელები. ძველი ჯეოსტარელები, რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი პიროვნებები. მე მინდა აქ მე საღიმილო არაფერი არ მithქვამს და როგორც ვარყოფ აქ ვიღაცები დროის გასატარებლად არიან მოსული და თუ შეიძლება წესიერად შეხვდით ეხლა გიორგი ცხარიაშვილი და მირზა მოდებაძე, ცხარო და მირზინია. Marvin Gaye სიმღერით What's going on? I'm a disco dancer. I am going kulisებში რა. Hey brother, what's going on? People die. Mother, there's too many of you crying. So it's oh brother, there's far too many of you dying. You know
first world vision to complete, to lift our hands on the air and cry for the sweet remain. What's going on the world today? I'd rather be the time I had away. We are the first world vision to complete, to lift our hands on the air and cry for the sweet. Everybody thinks we're wrong. Oh, but who are they to judge us? Only love can carry when they say you know we got to find a way to bring some loving here today. Pick it line, sister, and pick it side. Oh, brother, don't punish me. Yeah, brutality, talk to me. You can see what's going on. What's going on? Baby, what's going on? What's going on? Brother, what's going on? Tell me what's going on. What's going on? 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 ესეთ გომა კარგია ამ დროს ბოლოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ წყაროს და მირზინიოს. წადი იქითკენ. დიდი მადლობა გადავუხადოთ. კარგი იყო, არ იყო ცუდი, მეც გავერთემ შენივრად. ამ ყვებით მე ხა კიდე გვექნება ჩვენ კიდე სამი სიმღერა გვაქვს მოსასმენი. წინ ესე იგი კონკურსანტები ყავს, ნელა გაერთო მე როგორც ვიცი იქ ერთ ამბავშია. ძალიან მაგარი იყო შენი დგომა ბოლოს ყველაზე მაგარი. მოგეწონა ეს? აი აქედან მიდივარ მე ჯორჯ მაიკლის კონცერტზე. ძალიან მომეწონა. წავიდა. თუ დასანა მორი კონკურსანტს შეგახსენებდა რომელი იქნება აუცილებლად მინდა შეგახსენოთ რომ ჯოსტარის ერთ-ერთი სპონსორია MobiPay რომელიც თავის მომხმარებელს წლის ბოლომდე MobiPay-ის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში და მაღაზიებში ექსკლუზიურ ფასდაკლებას პირდება. ერთი წამი ბოდიში შემახსენე რამდენს? რა რამდენს? არ გვეუბნება რამდენს? რამდენ ფასდაკლება ექსკლუზიურია. ყველას ინდივიდუალური ფასდაკლება აქვს, რა მაგარია. გადაიხადეთ ნაკლები, გადაიხადეთ MobiPay-ით. ხო, დამატებით ინფორმაციისთვის აუცილებლად არეკე MobiPay-ის უფასო ცხელხაზზე და. კარგი, აუცილებლად დავრეკავ. მაშინ მოდი ახლა მე გეტყვი თუ რომელი კონკურსანტი იქნება შემდეგი. სამი რო არიან ვიცი. დიახ, სამი იქნება. მარი ჯომარდიძეა შემდეგი, რომელიც ახლა სცენაზე გამოვა. მარი! უი, ალამაზი ხარ. ძალიან ლამაზია. მარის დღეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია აქვს. მან ჯონ ლენონის სიმღერა უნდა შეასრულოს Imagine. 30.06 აუცილებლად უნდა დაურეკოთ და დაუმესჯეთ მარის წარმატებები. ვიდეო ეთერში. ჯონ ლენონის სიმღერას Imagine. ჯონ ლენონი ჩემს არ არის მხოლოდ ბიტლების წევრი, ის არის ცალკე მდგომი ლეგენდა. მინდა რომ ამ სიმღერაში ჩავდა მთელი ის გრძნობა, იმიტომ რომ ვარ ცოტა რომანტიული ადამიანი და ეს სიმღერაც არის რომანტიული, ესე ვფიქრობ და მე ვეცდები რომ მთელი ჩემი ემოცია გადმოვცე ამ სიმღერაში. მარი ჯომარდიძე შევხვდეთ. მოდი ჩემთან მარი. ესე იგი მე გეტყვი ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დადგა. რატომ იცი? ეს არის მესამე ადგილზე მყოფი სიმღერა. მე უკვე მიხარია რომ ჯონ ლენონის სიმღერა არის მესამე ადგილზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსია. აი მარკ დევიდ ჩეპმენს ვერ ვიტან მაგის გამო, რომ ეგ ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. ფუ საზიზღარის ხოთაშორის გამოვიდა, ხო იცი? გამოუშვეს, მოიხადა სროკი. კარგი. Imagine. მარი ჯომარდიძის შესრულებით და რა თქმა უნდა ცხვარო, თიკა, ნინი და ბენდი. მე წავალ. აქვე გვერდზე დავდგები.
Imagine all the people living for today. Imagine there's no countries. It's easy, hard to do. Nothing to kill or die for, and no religion too. Imagine all the people sharing all the world. You may say that I'm but I'm not the only one. I hope someday you'll join us, and the world will live as one. Imagine no position. I wonder if you can. No need for greed or hunger. A brotherhood of man. Imagine all the people sharing all the world. You may say I'm a dreamer, but I'm not the only one. But I'm not the only one. I hope someday you'll join us, and the world will live as one. Imagine there's no heaven. გიგი უფრო ხმამაღლა შეგიძლიათ ძალიან საინტერესო ვერსია იყო მართლა. იყო ქალური ვერსია, რაც დასაფასებელია და შენგან. მაგრამ მე ველოდები იმ დღეს, როდესაც ეს ფარდა, რომელიც გაქვს, აღარ იქნება და უფრო მეტად მოაღწევს შენი ემოციები ჩვენთან. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, ძალიან ცუდია ერთ და იგივეს ვიმეორებ ხოლმე, მაგრამ მე მჯერა შენი და ყველას. უბრალოდ აი ეს უფრო მეტად იხსნები, მაგრამ ეს არ არის შენი მაქსიმუმი, მარი. იმიტომ რომ მღეროდი აშკარად ქონდა კარგი ბგერები ყველაფერი, მაგრამ ეს იყო შენთვის. იყავი აი ჯეოსტარი რო წერია მანდ. კარგი იქნებოდა რომ უფრო მეტად და შენს მეტი საშუალება გექნებოდა ჩემი აზრით რა. მთლიანობაში იყო ნორმალური, კარგი, მაგრამ ეს არ არის შენი მაქსიმუმი, მარი რა. მე მithქვამს კიდევაც პირადად ჩემთან ბევრზე. ბევრი შეგიძლია და წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. გაბატონო მარინა. მე გიგის უპასუხებ ამაზე, რომ მე 7 ტურია და დრო აღარა გვაქვს. აქ ყველაფერი აჩვენა, რისი თავი აქვს, ასე უხეშად რომ ვთქვათ. იცი რა, ეს არ არის ტრაგედია. აბსოლუტურად. ისიც არ არის ტრაგედია, რომ ეს სიმღერა დაუშვათ, შენი არ არის, მით უმეტეს რომ მაქსიმუმი გამოავლინე. რასაკვირველია, ჯობდა ინტონაციური სისუფთავე ყოფილიყო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ დასაძლევია, ძალიან ცოტა დროა დაძლევისთვის და უნდა დაძლიო რაღაც ბარიერები. დიდი მადლობა. 30:06 გულშემატკივრის ხმა არ მესმის. მარი გავაცილოთ და
თქვენი გულშემატკივრობა გამოხატეთ SMS-ებში. ეგ აუცილებელია. ორი სიმღერა დარჩა, მეორე ადგილი და პირველი ადგილი. არ გაინტერესებთ რომელი სიმღერებია ესენი? ხო და ამიტომ დაგველოდეთ. ლაპიდოსის დროით რეკლამის დროა. აჰაჰა. ჩელსტარი 2011 გრძელდება და ჟურნალ Rolling Stones top 10-ის ბოლო ორი ადგილი დაგვრჩა. მეორე და პირველი. ორი ჯეოსტარელი დარჩა შესაბამისად. კახელი გიორგი და აჭარელი მორისი. რომელს შეასრულებს ეხლა ამ ყველაფერს ლელა მოგვახსენებს. ლელა თუთა აუცილებლად მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ არ უნდა გაუშვათ შანსი ხელიდან 31 დეკემბრამდე გამოიყენოთ Prime Card და მიიღეთ შანსი სრულად უფასოდ გაემგზავროთ მსოფლიოს გრანდიოზულ სანახაობაზე. ორი ჯეოსტარელია თუთა ჩემთან და ახლა სცენაზე გამოსასვლელად ემზადება აჭარის წარმომადგენელი მორის მელაძე. რომელიც Rolling Stones სიმღერას შეასრულებს Satisfaction. მე წარმატებას უსურვებ მორის 30-12 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. Satisfaction video. ადამიანი რომელსაც უყვარს მუსიკა, არ შეიძლება არ უყვარდეს Rolling Stones. ჩემი სუბიექტური აზრია. მიხარია რომ მომიწია მსოფლიო როკ მუსიკის ისტორიიდან ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტის შესრულება და ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველად ვასრულებ ამ ჟანრის სიმღერას. მორის მელაძე ჩვენთან ერთად არის და ჯეკი და ჩემს უკან ხელმარჯვნივ გიორგი ცხვარიაშვილი და ზურა მოსიავა დაეხმარებიან. მორის მორისი 30-12 Rolling Stones მეორე ადგილი Rolling Stones-ი წავიდა. I can get no satisfaction. I can get no satisfaction. But I try and I try and I try and I try. I can't get no. I can't get no. პირდაპირ ნიკოსგან დავიწყებ.
მე ჯერ მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რატო არის ეს სიმღერა მეორე ადგილზე, იმიტომ რომ მანამდე ვიდრე Smells Like Teen Spirit იქნებოდა Nirvana-ს თაობის სიმღერა, ეს იყო მთელი თაობის სიმღერა, ეს იყო ერთ-ერთი პირველი როკ სიმღერა იმ გაგებით, რომ ეს არ იყო სიყვარულზე, არ იყო ზოგადად უკმაყოფილების თაობის ყვირილი, რომ აი ჩვენ არა ვართ კმაყოფილები, მაგაზია სიმღერა და აი სულისკვეთება ჩემთან მორისმა მოიტანა პრინციპში. დაიწყო თავიდან ცოტა უცნაურად ვერ ვიცანი სიმღერა, უფრო Black Sabbath-ს გავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიგრძენი. კაი, რა კარგია. მოიტანა, ვიგრძენი, მთავარი მესიჯი ამოვიღეს. მინდა გითხრა მე ვერ ვიგრძენი და რა გავაკეთო? გადი აქედან ეხავე. არა, მე სხვა რაღაცა, აი მე მინდა ნიკოს კითხო. მე მომეჩვენა ის ზედაბგერ, მე ხო იცი, მაინც ვოკალისტის იმიდან გამოვდივარ ყოველთვის. მე მომეჩვენა, რომ იყო ისტერიული მაღალი ნოტები და არა ის, რაც შენი გულიდან ამოდი. ნუ ამის გამართლება შეიძლება, იმიტომ რომ თვითონ მორისი არ არის პროტესტის ადამიანი და ამიტომ რომ ძალიან ხუთოსანი და კარგი ბავშვია. შესახედაობაც ესეთია, გრბილი ადამიანია. ამიტომ მე მომეჩვენა, რომ რაღაცა ცოტა ისტერიულია. ხო, Mick Jagger-ი არ არის მორისი, მაგრამ ნუ თავისებურად ჯერესები იყო თამაშობდა მოწყობილობას და მე მინდა თქვა ეხა Mick Jagger-ი როგორ იქნება სახეად დააგე თვალი აქ პირი აქ ზომიერი ასავარი არა დიდი Mick Jagger-ი ვით არა შეიძლება ზედმეტად ლამაზია მთელი ამ სიმღერისთვის არ ვიცი კი ბატონო Mick Jagger-ი იყოს რომ მივიღოთ ალბათ მე მაინც მინდა ხოლმე რომ სულ რაღაცა არქელი და რაღაცა ესეთები იმღეროს ესე მირჩევნია მაგას მე გიმღერებ Mick Jagger-ულ ვერსიას მაგრამ მე ვჯერა ნიკოსი იმიტომ რომ დღეს ნიკოს ტურია ნამდვილად ნიკოს დაუჯეროთ მოიტანა ვიგრძენით მორისი 30-12 რაო რაღაცა ესე ჩაფიქრებული იჯექი მოიტანა ვიგრძენიზე დაფიქრდი ჰა ერთი სიმღერა დაგვრჩა პირველი ადგილი საუკეთესო 500-დან ტოპ-10-ში ხო მოხვდა და მე ამ ტოპ-10-ში კიდე ყველაზე ზევით მოხვდა საუკეთესო კუთხის წარმომადგენელი ასრულებს რაღა დაგიბალოთ და ეს ეგრე ჩემთვის ეს სუბიექტური აზრია ეხლა მაპატიოს დანარჩენმა საქართველოს რა მოხდა შეიძლება ჩემი კუთხე რომ ესე საუკეთესოდ მიმაჩნდეს კახეთის წარმომადგენელი გიორგი გოგიშვილი კახეთისა და მე როგორც ვიცი ბობ დილანის სიმღერა უნდა შემოგთავაზოს არა დიახ დუტად მართალი ხარ ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა ბობ დილანის სიმღერამ Like a Rolling Stone რომელსაც ჩემი კუთხის წარმომადგენელი გიორგი გოგიშვილი შეასრულებს 30-02 წარმატებები გიორგი ვიდეო ნახოთ ბობ დილანი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსი. როცა როკ მუსიკაზე მიდის საუბარი, ყოველთვის მახსენდება ხოლმე. ამ ტურში ვასრულებ მის სიმღერას Like a Rolling Stone, ჰიტია, ასე ვთქვათ, მსოფლიო და მეტად საპასუხისმგებლო მისია დამიკისრა, რომ ეს სიმღერა შემესრულებინა და ძალიან მიხარია. გიორგი გოგიშვილი, კახეთის წარმომადგენელი 30-02 და ჟურნალ Rolling Stone-ის გამარჯვებული სიმღერა პირველი ადგილი ბობ დილანის Like a Rolling Stone. წავიდა. Once upon a time it dressed to find or booms a dime in their prime. Can you people call us the brown doll all bountiful did you saw about everybody was so heavy and out now we don't so loud now we don't so proud our hearing and screaming you're next to me
the right me slowly, but you're turning me on. Oh, just a need. Nobody ever called to say the vow. Oh, I just გიორგი კახეთი 30-02 ნიკო ძალიან გაორებული შტაბ-ეჭვება მაქვს და რატო ეხლა ვიტყვი ჯერ 2007 რატოა ეს სიმღერა პირველ ადგილზე საერთოდ აბა გითხარი იმიტომ რომ ეს იყო პირველი სიმღერა როდესაც როკი გახდა ხელოვნება მანამდე ბობ დილანი ფოლკს მღეროდა ფოლკი ითვლებოდა რომ უფრო ინტელექტუალური მსოფლიო პრობლემებზე მღეროდნენ და როკი იყო ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ ეს იყო სიმღერა სადაც ფოლკის აი პიროვნული რაღაცა ჩახლართული აზრი შემოვიდა როკში. ეხლა სიმღერა რაზეა, რატომა გაორებული აზრი, რომ მომეწონა გიორგიმ როგორც სიმღერა, მაგრამ იმღერა პრინციპში სხვა სიმღერა. ეს სიმღერა აი რაზე თავისუფალ თარგმანში რო გითხრათ, რომ აი რო დადიოდი თავის დროზე გაფხორელი ხო იყავი? ამაყი და ხო დადიოდი თავაწეული და აი ხა რო არა გაქვს არაფერი როგორია აჰა ჩიტუნა როგორი გრძნობაა როცა არა გაქვს სახლში რო იძინო და ეს რო დარბი ხარაკეტიკეთ ბოროტის სიმღერაა პრინციპში ამიტომაც იყო რევოლუცია რომ ცინიკურად მღერის დილანი ცოტა ის არის და უხარია სხვისა ბოლოში კი იმით თავდება რომ აი როცა არაფერი არა გაქვს თავისუფალი ხარ და ეგეც ერთგვარი შვებაო მაგრამ მაგასაც ცინიკურად მღერის გიორგის მსგავსი არაფერი არ ქონია სხვანაირად იმღერა რა სიმღერა ეს სიმღერა რო არ მწოდნოდა მომეწონებოდა არ ვიცი რა ვთქვა რა ვინ ამბობს მარინა შენ ახარ მარინა გითხარი მარინა მე რო შევაჯამო ჩემთვის რო არ მქონდეს ეს სიმღერა მოსმენილი ბევრად უფრო მომეწონებოდა არ ვიცი ამ დროს რა უნდა თქვა სხვა სიმღერა იმღერა მაგრამ კარგად ხო, ეგ კარგი ნათქვამი იყო რა. ეხლა მე გავაკეთებ ახსნა განმარტებას. აბა მიდი. იმიტომ დავარქვით ამ ტურს ისევ და ისევ აქცია, რომ აუცილებლად ეს 10 სიმღერა საქართველოში პირველად აი ამ საკონცერტო დარბაზში. თუთა შენთვის ვინმეს რო ეთქვა რაღაცა 9 წლის წინ რო ეს მოხდებოდა დაიჯერებდი, არ დაიჯერებდი. ვერც მე ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შემდგარიყო და ჩვენ ეს გვემღერა. ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ საერთოდ ურჩევთ ჩვენი პედაგოგები ურჩევენ ბავშვებს სიმღერას, რა მოუხდება და რა არ მოუხდება. ეს 10 სიმღერა უნდა შესრულებულიყო. როგორ შეიძლება კიო, ესეთი კეთილი ადამიანი მოეტანა ის ძარღვი. არა, ვერ მოიტანდა, მაგრამ შევთანხმდეთ, ნიკო როგორც ამბობ, ბობ დილანი რომ არ მომესმინაო, გიორგი მომეწონებოდაო. მაგაშია საქმე, ეს არის მისეული წაკითხვა, ეს არის ის, რასაც ეს გრძნობს და საერთოდ გონია რომ დუეტების ტურის მერე ისეთი გახსნილია და ისეთი არაჩვეულებრივია რომ იმის იქით არ არის. ერთ პატარა ფრაზას ვიტყვი ბოდიში გუშინ ჩემო მეგობარმა თქვა ვახო მოსიძემ ძალიან საინტერესო რამე. ის რაც ადრე იყო კონტრხელოვნება, დღეს არის ხელოვნება და ესეთი სახით მოდის საზოგადოებამდე. მადლობთ, მეტი არაფერი. ჩვენ ფეხი უნდა აობათ, მაგრამ მე ამაზე ვერ გავჩერდები და აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ ჯეოსტარელებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეკ ვოკალში დგანან და საოცრებას აკეთებენ. აქ არ არიან და იმიტომ ვამბობ ზუსტად მაგას. საოცრებას აკეთებენ და ალბათ ძალიან კარგი მომღერალი უნდა იყო, რომ იმის ღირსი გახდე, რომ აი აქ იდგე და კონკურსანტებს გვერდში ამოუდგე და კიდევ უნდა დავამატო, სანამ დამთავრდება
ეს ტური და სანამ დაიწყება ის საშინელება, რაც უნდა დაიწყოს. რასაც ქვია ხმის მიცემა, მართალია უკვე დიდი ხანია დაწყებული. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ვინ დარჩება და ვინ დატოვებს და ნუ ეგონება მაყურებელს და მსმენელს, რომ ის ვინც კარგია, იმას მაინც დაუმესიჯებენ. არა, ყველას ჭირდება SMS-ი და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყველასთვის, მაყურებლისთვის, მსმენელების, ისე ჩვენთვის, ჟურისთვის, ისე პროდაქშენისთვის, ისე პედაგოგებისთვის, ვინ დარჩება, იმიტომ რომ იწყება ძალიან რთული ტურები. მე ამით დავამთავრე ჩემი ამას ახლა მე კიდე ვიტყვი. 30:02 რომ არ დაგვავიწყდეს გიორგის ვაფასებდით ახლა. კახეთის წარმომადგენელს, რომელმაც Rolling Stones ტოპ-10-ის ლიდერის სიმღერა, პირველ ადგილზე მყოფი სიმღერა შემოგთავაზა ბობ დილანის. გიორგი გავაცილოთ. და მარინა შეუერთდები მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, ვინც აქ არის შეკრებილი, მაგრამ ეს ის მცირე ნაწილია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ჩვენს კონკურსანტებს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა ტელეეკრანებთან შედან, ან თუნდაც რადიო ფორტუნას მეშვეობით ადევნებენ თვალყურს ჩვენს დღევანდელ კონცერტს და კონკურსს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს არის კონკურსი უპირველეს ყოვლისა და თქვენი ერთ-ერთი რჩეული დღეს სამწუხაროდ დატოვებს კონკურსს და რომ არ დატოვოს ამისათვის საჭიროა თქვენი აქტიური მხარდაჭერა და გახსოვდეთ რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას ჟიურის მოვალეობა და ფუნქცია რომ უბრალოდ მიგანიშნოთ რამე ჩაერიოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით ან თავისი რჩევებით დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია პატრიჩემო საზოგადოებამ ძალიან ცოტა დრო გრჩება ამიტომ გააქტიურდით აქტიურობისაკენ მოგიწოდებთ შესანიშნავი შვიდეული კოლაჟი ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი კონკურსი, ჩვენ მოვისმინეთ შესანიშნავი შვიდეული, 7-დან 3 არა 3 სიმღერა მომაცალეთ და შემოგთავაზეთ მხოლოდ შვიდეულის
და რაც თავარია ხა ისინი მელოდებია და რა ვქნათ რომ 7-დან 3 აუტსაიდერი იქნება და ერთ-ერთი დაგვტოვებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ გაქვთ სანამ შემოვიყვან კიდევ ვიაქტიურეთ რომ თქვენ მარჩეულმა არ დატოვოს დღეს კონკურსი ლევას თხოვ სცენაზე ლევა მებურიშვილი გიორგი გოგიშვილი კახეთი მარინა როხვაძე იმერეთი Mari Jomardidze Tbilisi Niko Beridze Ankara Evan Gvilashvili Tianeti Andrea Gvanesiani Tbilisi Da Ankara Morisi მადლობა მინდა გადავუხადო სილავაზის სალონების ქსელს მელანჟის რომელსაც უკვე დაემატა ნახალოვკაში ვიცი რომ დაემატა კარგი მარცხნილობებია მოიცა ერთ წამი რა უქენი რა დაგივარცხნეს ძლივს რა გინდოდა ეხა მარიტა კარგია მარი გადასარევია გიორგი ხდება სულთა კახური ბრიჩოს კა რა თუთა ჩემი ვარცხნილობა არა. შენი ხო აღნიშნე რომ ძალიან გიხდება თქო. კიდე მინდა რომ აღნიშნო. გიჟდები შენ ვარცხნილობაზე ხო ჩახმელანში. პენეტონს მინდა დიდი მადლობა უთხრა. აუცილებლად კოტონსაც მინდა დიდი მადლობა უთხრა. მაშინ მე კიდე ერთ ვიტყვი. აბა გისმენ. ლაპიდოსის დროით მინდა ვთქვა რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ლაპიდოს რომ ჩამაცვა. რა კარგად, აი. თუთა. ლაპიდოსის დროით ათulis დრო ხომ არ არის. ლაპიდოსის დროით 1 წამი მოიცა 4 წამიც მაცალე 3-ს მაცალე 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და ხმის მიცემა შეცდა სუსტად 15 წუთია პირველის ხმის მიცემა შეწყდა ყველაზე დაძაბული მომენტია მადლისმულო საზოგადოება მაგრამ აქვე ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ არქიმედეს გლობალ ჯორჯია დღევანდელ კონკურსანტს რომელიც დატოვებს კონკურსს გადასცემს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს და მე შეგახსენებთ რომ 2007 წლიდან არქიმედეს გლობალ ჯორჯია მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზეა ორიენტირებული ეს ის პოლისია ასევე განახლებული საინფორმაციო ცენტრი 08 შენიერ iPod-ს გსავაზობთ და ეს არის touchscreen-იანი თანამედროვე ძალიან ულტრა თანამედროვე მოდი ესე ვთქვათ ტიპის iPod-ი თქვენგან ერთ-ერთი რომელიც სამწუხაროდ მაყურებლის გადაწყვეტილებით დატოვებს კონკურსს მიიღებს MobiPay-სგან ამ 800 ლარიან MobiChecks და შესაბამისად 800 ლარია ხო? დიახ, შესაბამისად 800 ლარი დაირიცხება მის ელექტრონულ საფულეზე. MobiPay-ს მომხმარებელს არასდროს უწევს რიგებში დგომა. თქვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ და მხოლოდ მობილური საშუალებით შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი კომუნალური გადასახადები. დაზოგეთ თქვენი დრო და ენერგია, გამოიყენეთ MobiPay. ეს მარტივია. მოკლედ, სანამ შეგვატყობინებდნენ რამდენი ხმა შემოვიდა? აი, გვეუბნებიან ერთ წამისით ჩვენე არ მესმის? სულ შემოვიდა 60,091 ხმა. დიდი მადლობა აქტიურობისთვის, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ. არა აუტსაიდერები არიან არ მომეწონა ეგ გიო გამოწი ლევან გამოდი წინ
არა, ტყუილად გაუშიხენი, ნიკოც გამოიყვანე. ეს არის მაყურებლის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კახეთს მადლობა რომ ყოველ შემთხვევაში აქტიურებ გიო დაბრუნდი. ამ ორიდან ერთ-ერთი გვტოვებს. და ეს იქნება მაგრამ ორივე მეწყინებოდა ნამშრომლობა პროექტს ტოვებს ნიკო ბერიძე შედეგები ეკრანზე მარიტა პირველ ადგილზეა მარი მეორეზე მორისი მესამე ადგილზე ანდრია გიორგი ლევანი და ნიკო წავიდა სახლში ეს არის ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება ასე ვამთავრებთ დღევანდელ ჩვენს კონკურსს ხმის მიცემა განახლდა ნელა გააგზელებ 6 ჯეოსტარელი ელოდება თქვენს მობილურ მხარდაჭერას მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შევხვდებით. მე 4 შაბათამდე გემშვიდობებით. იქ უფრო კაი ამბები ხდება. დროებით.